მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ბარბაქაძეების ოჯახი ქვედასაქარიდან დახმარებას ითხოვს. სახლი, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაშია. მათი თქმით, კედლები დაზიანებულია და შიშობენ, რომ შენობა შესაძლოა ჩამოინგრეს. სოციალური სტატუსის მქონე ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარკვეული დახმარება მიღებული აქვს, მათ შორის სახლის გადახურვის საჭირო მხარდაჭერაც. თუმცა, როგორც აცხადებენ, ახალი პრობლემის წინაშე დადგნენ. კედლებზე ბზარები გაჩნდა. 7 სული ვართ ოჯახში და არანაირი საშუალება არ გვაქვს და გეოლოგებზე ორჯერ დავწერე განცხადება და უარით მოვიდა გამაგრება გვითხრეს და არანაირი 1500 ლარი დაგეხმარებიო და 1500 ლარით რა შევამაგროთ ეს სახლი და დახმარებას ვითხოვ თავრობიდან. რამდენი ხანია რაც ამ პრობლემის 2 წელია რაც არის. სახურავზე კი დაგვეხმარეს 4000 ლარით, მაგრამ სახმა მასალები ვიყიდეთ და სახურავი, მაგრამ სახმა გრევა დაიწყო დახურვის მერე. შეგვექნა სახურავის პრობლემა. ისა რომ დაგვეხმარეთ, ვიტანეთ ახალი მასალა, ეს ახალი მასალა გავაკეთეთ ამაზე სახზე, ეს სახურავი დავახურეთ, მას უკან დაიწყო ბზარები. იქით ზალისკენ იმასნა კედელი ჩამეინგრა. გამეეცალა ქვები. მე ახლა აქეთ გვერდზე კიდე ძალიან დამსკდარია და ყველგან გაფუჭებული არის. ეს არის პრობლემა, რომ ეს სახლი ასე დანგრეული არის საშიში, საცხოვრებლად. გვეშინია ყოველ იმაზე ვარდება ქვა ძიეს. ბავშვებს ეშინიათ, რომ არ დაგვეცეს თავში. ისე გაბზარულები იყო, იქით როგორც არის გაბზარულები, მაგრამ მე ასეთ სვენა დაიწყო ამ ქვებმა. ეს სახურავი რო ავაზვრეთ და ახალი გავუკეთეთ ეს ხეები და ეს სახურავი მერე დაიწყო ნგრევათო, მანამდე არაფერი არ ეტყობოდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახს თვითმმართველობისთვის არ მიუმართავს. შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში კი საკითხს შეისწავლიან. იგნატ ჩუბინიძის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში გვაქვს ინფორმაცია და ცნობილია მერიის მხრიდან განხორციელებულია მათი მისამართით რამდენიმე სახის დახმარება, მისამწუხაროდ არ მაქვს იმის უფლება მათი ნებართვის გარეშე თქვა რა სახის დახმარებებია გაცემული, თუმცა რამდენჯერაც მოუმართავთ ჩვენთან განცხადებით, შეძების დაგვარად მუნიციპალიტეტის მერიიდან იყო მზაობა და თანხმობა ამ დახმარებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მათი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას, შემთთვის რამდენადაც არის ცნობილი, აქვთ გეოლოგიური დასკვნა გაკეთებული, მე დოკუმენტაციას არ ვიცნობ და არ ვარ გაცნობილი სამწუხაროდ. მათი განცხადებით მომართვის შემთხვევაში ვიმსჯელებთ კომისიაზე და ვაცნობებთ კომისიურ გადაწყვეტილებას. მათ შორის ვესტუმრებით ადგილზე შემოწმდება ჩვენი მხრიდან აღნიშნული საკითხი. მანამდე კი ბარბაქაძეების ოჯახს ამ სახლში ასეთ პირობებში მოუწევს ცხოვრება. საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს კრივი გახსნის. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეჯიბრება 17 წლამდე ვაჟ-მოკრივეთა შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას სპორტსმენები 10 რეგიონიდან მიიღებენ. შეხვედრები დღეს აიღებს სტარტს, ხოლო ფინალები 5 ივლისს 12 საათზე დაიწყება. გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. იმერეთის რეგიონის შემადგენლობაში არიან ზესტაფონელი მოკრივეები. 2-დან 6 ივნისს ჩათვლით ბათუმში ტარდება პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ეს ოლიმპიური ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, იმისთვის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგდეს ჩვენ ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ასევე სამომავლოდ ოლიმპიური თამაშებისთვის, უკვე დიდი ოლიმპიური თამაშებისთვის ეს სპორტსმენები უკვე გაივლიან, ესე ვთქვათ, პირველ ეტაპს საქართველოში და შეიძლება რამოდენიმე წლის მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიხილოთ უკვე დიდ ოლიმპიურ თამაშებზე, რა თქმა უნდა, ღმერთთანქნას მივლენ ამ ეტაპამდეც და ეს გადაწყვეტილება მთავრობის რომ პირველი ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშები ჩატარდეს ბათუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მივესალმებით. რაც შეეხება კრივს, იმერეთიდან მონაწილეობს 5 მოკრივე, აქედან არის 2 ჩემი მოსწავლე, 52 კილოში გამოვა ანდრია მელაძე და 57 კილოში იქნება გიორგი მუმლაძე. და ესე რომ ვთქვათ, დაიცავენ ჩვენი რეგიონის ღირსებას. რა ვიცი, მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, შედეგიც და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავდოთ შედეგი, ვასახელოთ ჩვენი ქალაქი ზესტაფონი და რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონი.
მე ვარ გიორგი მომლაძე, გამოვდივარ 57 კატეგორიაში. მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ოლიმპიადა და ვასახელებ ჩემ რეგიონს. მე ვარ ანდრია მელაძე, ვიასპარეზე ბათუმში. ვივლიდი ორთვიან მზადებას და ვარ ამის სრულად მზად. ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით. იმერეთის რეგიონის შემადგენლობაში ზესტაფონელთა წარმომადგენლებიც არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. ახლად გახსნილ განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე. ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც უწყვეტი 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული მიმართულების განვითარება კვლავაც გაგრძელდება. სამომავლო გეგმების ფარგლებში უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება. ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია პედიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობასთან და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ზოგადად რეგიონების მდგომარეობა განაპირობებს რეგიონული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ეს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რუხის განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანია, რომ რუხში ასეთი სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, რომ იხსნება და გახდება ხელმისაწვდომი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თერაპიული პედიატრიული მიმართულებით პაციენტების მომსახურება, საკმაოდ დიდი ბლოკია, ასე ვთქვათ, ახალი განვითარებული, შექმნილი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჯანდაცვაზე რეგიონებში ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით პედიატრიულ სერვისებზე. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს განვითარებას. ამჟამად ჩვენს მოსახლეობას შევთავაზებთ პედიატრიულ სამსახურს. კადრები შერჩეული არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან შემოსული თითოეული პატარა პაციენტი, რომელიც ჩვენ კლინიკას მომართავს, აბსოლუტურად ადეკვატურ და კარგ სერვისს მიიღებს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა პედიატრიული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს 3 სივრცეს. ეს არის ამბულატორია, სადაც ტარდება გეგმიური კვლევები და გეგმიური ვიზიტი ხორციელდება. შემდეგი სივრცე ეს არის ემერჯენსის განყოფილება, სადაც 24 შვიდზე შეუძლია მომართოს პაციენტმა სხვადასხვა ჩივილებით, ჩაუტარდეთ კვლევები დიაგნოზის და საჭიროების მიხედვით. შეფასდება მათი მდგომარეობა, მოხდება დაყოვნება იგივე სივრცეში და შედეგების მიხედვით მოთავსდება პაციენტი ან დეპარტამენტში პედიატრიულში, გაეწერება ბინაზე დანიშნულებით უკვე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.